მზის სისტემის წარმოქმნისა და აგებულების შესახებ ტრადიციულ წარმოდგენას უესრად ფეხქვეშ მიწა შეერყა და კინაღამ ჩამოიშალა. როდესაც 2010 წელს NASA-ს ასტრონომებმა გედის თანავარსკვლავედში კეპლერ 33-ის პლანეტური სისტემა აღმოაჩინეს. კეპლერ 33-ის და მზის სისტემის ციური სხეულების პარამეტრები თითქმის იდენტურია. ნიშნულოვანი განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ კეპლერ 33-ის პლანეტები საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ სიმაღლის მიხედვით არიან განლაგებულნი. პირველი მწკრივში ყველაზე დიდი პლანეტა დგას, შემდეგ ცოტა პატარა და ასე შემდეგ, სულ პატარამდე. ასეთი განლაგების გამო მეცნიერებმა კეპლერ 33-ის სისტემა ანომალიურად მიიჩნიეს, რადგან ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად ქაოსურად არის. ყველაზე ახლოს მზესთან პატარა პლანეტებია განლაგებული, ხოლო ყველაზე დიდი იუპიტერი და სატურნი ზუსტად შუაში. შემდგომში მზის სისტემის მსგავსი კიდევ 156 სისტემის აღმოჩენის და შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მათში პლანეტები საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ სწორედ ისე ბრუნავენ, როგორც კეპლერ 33-ში. და მხოლოდ ჩვენი მზის სისტემაა პლანეტების ქაოტური განლაგებით ამ საერთო სურათიდან ამოვარდნილი. შედეგად გაჩნდა აზრი მზის სისტემაში პლანეტების ხელოვნურად განლაგების შესახებ და მას არაერთი მომხრეც გამოუჩნდა. მზის სისტემაზე შემდგომი დაკვირვების შემდეგ მეცნიერები კიდევ ერთ უცნაურ დასკვნამდე მივიდნენ. იმის მიუხედავად, რომ სისტემის პლანეტები ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავენ, ყოველი მათგანი პარალელურად დედამიწისკენაც არის ორიენტირებული. მაგალითად, მერკური ჩვენს პლანეტასთან ერთად სინქრონში მოძრაობს, ხოლო 116 დღეში ერთხელ დედამიწასთან და მზესთან ერთად ერთ მწკრივში დგება. ამასთან, დედამიწისკენ ყოველთვის ერთი და იგივე მხარით არის მობრუნებული. ანალოგიურად და უფრო გაურკვევლად იქცება ვენერაც. ის 584 დღეში ერთხელ მაქსიმალურად ახლო მანძილზე დედამიწას უახლოვდება და ისიც ყოველთვის მხოლოდ ერთ გვერდს გვაჩვენებს. ამის გარდა მას ერთი უცნაურობაც ახასიათებს. იმ დროს, როდესაც ურანის გარდა მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ბრუნავს, ის ამ მიმართულების საწინააღმდეგოდ მოძრაობს. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით სამწუხაროდ არ არსებობს. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.